კაცჭამია ფლოსტებს ეძახოდნენ, გონი 10 წლის ფლოსტები იყო და რა. კაცჭამია ფლოსტები რა? არასდროს არ აწვდებოდა ის ფლოსტები და იმიტომ ეძახდნენ კაცჭამია. ინელებდა ფლოსტები ადამიანს ინელებდა ფლოსტები. ცოცხი კასტილი და კაცჭამია ფლოსტები. ეს არის სააკაშვილის სიმბოლო. თუ გვისმენს რომ იცოდეს. თუ მოისმინა დღეს მორიგ ნაცნობ ისტორიას მოისმენდა ბიზნესმენ ალექსანდრე მეგუთნიშვილის ისტორიას, რომელსაც მისმა რეჟიმმა უფლებები შეულახა და ბიზნესის თავისუფლად წარმოების საშუალება არ მისცა. ამბავი 2009 წლიდან იწყება, როცა მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეგუთნიშვილის საწარმოს საკუთრებაში არსებული წინანდლის მიწის ნაკვეთით ინტერესდება და ამ ინტერესს ბიზნესმენს კოდუების პირით უთვლის. რატო კოდუას პირიდან ამოვიდა პირადად მე მითხრა რომ შენ ხო იცი ჩვენ მის წინ დაგვიდგება ყველას კისრებს დავამტრო. გითხრეს რომ ის თქვენ დასახელებული ნაკვეთი პრეზიდენტსაც სჭირდება, სააკაშვილის გვარი ახსენა ჩვეულებრივ. თქვენ ხვალ ეს ნაკვეთი უნდა გადააფორმოთ ჩვენზე და სიმბოლურად გავაკეთეთ ვალის აღიარების ხელშეკრულება. თითქოს თქვენ გქონდათ სახელმწიფოს ვალი და ამ ვალში უთმობდით სახელმწიფოს ამ ნაკვეთს ეს გაფორმე? არა, სახელმწიფოს არა, კოდუებს. ამის შემდეგ გადის 1 წელი. ბიზნესმენს გია ლორთქიფანიძის ძმა, მაშინდელი კუდის უფროსის მოადგილე დავით ლორთქიფანიძე იბარებს და $10,000 მიდანას თხოვს. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ კი მეგუთნიშვილს ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით ბიძაშვილთან ერთად აკავებენ. ვინც 2 საათში $10,000 არ მოიტანს, დედას ამას უზავთ, მე იმის ოჯახს ესე უზავთ, მუშაობის საშუალებას არ მივცემთ. მე ამ დათო ლორთქიფანიძეს უთხარი, რომ მე დღეს $10,000 ვერ მოვიტან. ზუსტად 10 დღეში 2 კვირა არ იქნებოდა გასული, დარაჯმა დამირეკა, რომ ვინმე ზურაბ გრძელიშვილია მოსულ და შეინახვა უნდაო. თქვენ უნდა ეს გიქნა, თქვენ დედას და ეგრე და ეს რაღაცეები და ეს ბოლოს გავარკვირო, თვითონ აღიარა ლალიაშვილმა ლორთქიფანიძემ, რომ ეს პიროვნება ყავდათ მოგზავნილი სპეციალურად ჩემთან. უნდა დაგვეჭირეო ესე მითხრა სიტყვა სიტყვით ან იარაღზე ან ხულიგნობაზე. კარები გაიღო და ზუსტად შემოვიდა 10 მანქანა. ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა დათო ლორთქიფანიძე. აქედან კი წამება და არაადამიანური მოპყრობა იწყება. გლდანის ციხე მაშინდელმა რეჟიმმა ალექსანდრე ლორთქიფანიძესაც ჯოჯოხეთად უქცია. იქ იყო ქრისტეს ტირილი, იგრეს სცემდნენ, მე სხვა ოთახში ვყავდი. მე შემიყვანეს, მე ჩემთან შემოცვიდნენ ქოქიაშვილი და ლალიაშვილი, დამჯდარს დამიწყეს ცემა ბორკილებ დადებულს. მეორე დღეს გადმოგუყვანეს, გაგვასამართლეს და გადმოგუყვანეს გლდანის ციხეში. 35 კაცი იყო კამერაში 18 კვადრატულში. მე 16 დღე არც დაუჯდარ ვარ, არც დავწოლილ ვარ. აი რაღაცა იყო, აი ჯოჯოხეთი იყო გლდანის ციხე 2010 წელს. მე ყველა კარანტინის დაშლაზე გავყავდი, ცემდნენ და ისე უკან შემოვყავდი. დაბმულიც ვიყავი ესე ფუხსებში. პატივი იყო ის, რომ თუფლო დაბლასუ ბეტონია, მეტრანახევარი ოთახი, მეტრანახევარი და წინ ღია კარებია, რკინის. იქ ფლოსტებზე დაგსვავდნენ, ხელებს უკან გაგაშვერდნენ და ბორკილებით გაბავდნენ. ერთხელ ცემაში ისე მცემეს, რომ გონი დაუკარგე. შემოვიდა ექიმი რა, როგორც მე მეუნებიან და ეს შავლისტოტები ამიწია დაბლა კუნთებზე ნემსები მიკეთა, რომ რა ვიცი, კუდარი ვეგონე თუ სიმულიანტობდი, ზუსტად არ ვიცი, მთელი ფეხები გაშავებული მქონდა, გალურჯებული. ამის პარალელურად ზეწოლა ბიზნესმენის ოჯახზე ხორციელდებოდა. მეგუთნიშვილის ძმას 8 პრადოს ყიდვა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძმის სიკვდილით დაემუქრნენ. ეხლა წახვალ შენ დიღომშიო, იქ არის ტოიოტა ცენტრიო, 8 პრადოს იყიდითო შავებსო, შენი ძმა იქიდან გამოვა ცოცხალიო. თუ არადაო, ტრუპს გამოიტანთო. იმის მერე უფრო გახშირდა ჩემზე ძალადობა, ზეწოლა, ცემა, დაბლაჩაყვანა, ისეო კარანტინი, ფუქსი. კინაზე გამომაბავდნენ ბორკილით. დამადებდნენ ბორკილს, დამსვავდნენ, დამადებდნენ ბორკილს და ზურგი, სახე, თავი ყველგან დუბინკა, მუშტი, გაშლილი ხელი. ციხიდან რომ გამოვლი მე ოპერაცია გავიკეთე, მესამე-4 მალა მქონდა დაზიანებული, ეხლა ციარული მიჭირს. ამ ლორთქიფანიძემ მითხრა, რომ რამდენს გადაიხდი ესე პირდაპირ, აი როგორც თელავის ბაზარში ივაჭრო. მე ვთხარი რომ რა ვიცი, მე კაც მიამდენზე მეც ვერ გადავიხდი რა, ციფრი დავასახელე რაღაც $50,000. არა, მაგ ფასად ვერ გაგიშვებთ. მხედრიონი მოგონება იყო, მაშ თელავის კუთთან, ის კახეთის მხედრიონი რაც ხო მე მხედრიონს მოსრებული ვარ. მოგონება იყო, იმათან კაცურად ან იომებდი, ან დაილა, ამათან გამორიცხული იყო ყველაფერი. ამის შემდეგ ბიზნესმენს და მის ბიძაშვილს აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეუცვალეს, თუმცა აღებული 30,000 არ იკმარეს. ბოლოს შევთანხმდით, რომ მე 30 იანვრამდე უნდა მიმეტანა $110,000. შეუკვეთეს Land Cruiser 200. იყო პიროვნება, ვის სახელზეც უნდა გაფორმებული იყო ეს მანქანა. და ბოლომდე იმ მანქანით დადიოდა ზურა ლალიაშვილი. ამერიკა ისევ ლორთქიფანიძემ და მითხრა, რომ მე ჩემ თანამშრომელს გამოგიგზავნი, დახვდი სოფლის ცენტრში და უნდა ვიყოთ ტოიოტა ცენტრში.
უნდა მივიდე დილის 10 საათზე და უნდა მქონოდა თან $42,000 ფული. იყიდეს მაგათ 2 Toyota Camry. მე როგორც ვიცი, ერთი დადიოდა დათო ლორკიფანიძე, ვხედავდი და ვიცოდი, მეორეთი დადიოდა, ესე მოიხსენიებდნენ მაშინ გურჯაანი საგარეჯოს უფროსი, ვინმე ბუდაღაშვილი. ხელისუფლება რო შეიცვალა, ბოლოს ის თანხა დავიბრუნე, რაც ჩემგან წაიღეს, ის ზუსტად ის თანხა თავიანთი ხელით მოვატაინე. საგამოძიებო კომისიამ ბიზნესის რეკეტის არაერთი ისტორია მოისმინა. მეკუთვნიშვილის ამბავით საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ჩაიწერება.